სავალუტო კრიზისის დასრულებას მთავრობა მაისისთვის ვარაუდობს, რამდენად ეფექტურია ლარის გადასარჩენად დასახული მორიგი გზა. ვიცე-პრემიერი ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გვერდება პირდაპირ ეთერში. საღამომშვიდობის ბატონ გიორგი. საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა, მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებელს. მადლობა, რომ საკმაოდ დატვირთული დღის ბოლოს ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი და გაცილებით მეტ ინფორმაციას მიიღებს საზოგადოება დღეს თქვენგან. დაიწყოთ დღის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხით, ეროვნული ბანკის დავალებით, კომერციული ბანკები ერთ კვირაში წარადგენენ გეგმას, თუ როგორ შეუმსუბუქონ დოლარში აღებული სესხის ტვირთი ფიზიკურ პირებს. ეს ერთგვარი ციტირება იმ განცხადების, რომელიც ქადაგიძემ გააკეთა, ანუ საუბარია სესხების გრაფიკის დაგრძელებაზე. აქედან გამომდინარე საინტერესოა, რომ არა ბიზნესში ჩარევა, გულისხმობ ფორმას, რომელზეც არის საუბარი, ვერ მოხერხდებოდა სიტუაციის დარეგულირება, ანუ გულისხმობ ხალხის დამშვიდებას. ეს იყო დღევანდელი ეროვნული ბანკის ინიციატივა, მან მიმართა ბანკებს, რომ გადადგან შემხედრი ნაბიჯები, კონკრეტულ სესხებზე შეიძლება ეს იყოს პროლონგაცია, ანუ ვადის გაგრძელება სესხის, იმისათვის რომ გარკვეულწილად ბანკებმაც იტვირთონ ის ტვირთი, რომელიც საკმაოდ მძიმე ტვირთად დააწვა მოსახლეობას, განსაკუთრებით, რომელთაც გააჩნიათ სავალუტო სესხები. რაც შეეხება იმ ზომებს, რომელიც მთავრობის მიერ არის გასატარებელი და ჩვენ ძალიან ინტენსიურად მუშაობთ, ალბათ აკვირდებოდით დღევანდელი დღის სამუშაო რეჟიმს და არა მარტო დღევანდელი დღის, გასული დღეების განმავლობაში ჩვენ ფაქტიურად შევადგინეთ ის გეგმა, რომლის ყველა დეტალი ჯერ კიდევ არ არის დაზუსტებული იმ ნაწილში, რაც ეხება სამთავრობო ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციას, რაც ეხება ასევე გარკვეულ ნაბიჯებს, რომლებიც გადაიძმება ინფრასტრუქტურული ზეგეგმიური პორტფელის და პროექტების მიმართულებით, რომელიც ასევე დაზუსტების სტატუსით არის დღეს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება უკვე რამოდენიმე დღეში და უკვე ძალიან დეტალურ გაწერილ გეგმას წარუდგენთ საზოგადოებას, მანამდე ჩვენ ვაპირებთ ასევე, რომ ექსპერტებთან გავიაროთ ეს გეგმა და ვფიქრობთ, რომ ეს იქნება დახვეწილი უკვე ძალიან, ესე ვთქვათ, კონკრეტიზირებული ნაბიჯების ჩამონათვალად. ბატონ გიორგი, საინტერესოა თქვენ როგორც ყოფილი ბანკირის პოზიცია, ელით შემხოდრ ნაბიჯებს ბანკირებისგან წამოვლენ ამ ინიციატივაზე, როგორ ფიქრობთ? ჩემგან ძალიან უხერხული იქნება ამაზე კომენტარის გაკეთება, ვინაიდან ეს შეიძლება სხვანაირად იქნას საქმული. ეს არის ბანკების საქმე, რა თქმა უნდა, არავინ არ უნდა ჩაერიოს მათ საქმიანობაში. ეროვნულმა ბანკმა მიმართა მათ წინადადებით. მე დიდი იმედი მაქვს, ვიტოვებ იმედს, რომ მე ვიცნობ ძალიან ბევრ მათგანს და ვიცი მათი პიროვნული თვისებების შესახებ და მგონია, რომ ისინი შემხოდრ ნაბიჯებს გადადგამენ. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, მათი პრეროგატივაა. რა კონკრეტული ღონისძიებების დასახვა იგეგმება ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში? ამ მიმართულებით რა შეგიძლიათ უთხრათ მაყურებელს? პირველ რიგში კომენტარს გავაკეთებ თქვენს ნათქვამზე, რომ ესე იგი სტაბილიზაციას, სავალუტო სტაბილიზაციას მთავრობა ელოდება 2 თვის თავზე. მე ვიტყოდი, რომ გაცილებით მალე უკვე უახლოეს პერიოდში იქნება, ასე ვთქვათ, გამოვლენილი ამ ნაბიჯების შედეგი. პერიოდი სავარაუდოდ. მინდა გითხრათ, რომ დღეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანი დამშვიდება იგრძნობა ბაზრის, სავალუტო მარჟები არის შემცირებული და ჩვენ ყოველდღიურად უკვე სავალუტო რესურსის მიღების კვალდაკვალ ვიგრძნობთ ამ სტაბილიზაციას, სავალუტო სტაბილიზაციას. დღეს ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც არც ერთი წუთი არ უნდა დავკარგოთ და მთავრობა, ბიზნესი მუშაობს ძალიან ერთსულოვან რეჟიმში. ჩვენ დღეს ვიგრძენით ძალიან კარგი გაგება ბიზნესისგან იმ პრობლემატიკის, რომელიც არსებობს და უდაოდ არსებობს, მაგრამ ჩვენ ერთიანი შეთანხმებული ნაბიჯებით მივაღწევთ იმას, რომ აუცილებლად დასტაბილურდება ბაზარი და სავალუტო კურსი იქნება სტაბილური საქართველოში კვლავ. კარგია, რომ ოპტიმისტურად ხართ განწყობილი, როგორც ჩანს გაქვთ ამის საფუძველი. მე ამის სრული საფუძველი. გასაგებია მესმის. უნდა გკითხოთ საპრივატიზაციოდ გატანილ ნუსხასთან დაკავშირებით, გარკვეული ობიექტების სია უკვე საჯაროა და ცნობილია. თუმცა მაინტერესებს ამ ფორს-მაჟორული ვითარების გამო, როგორ ფიქრობთ, რამდენად ადეკვატური იქნება მყიდველი ან ის თანხა, რაც შეიძლება მიიღოს სახელმწიფომ ობიექტების გასხვისების შედეგად?
ნახოთ ჩვენ რა თქმა უნდა არ ვაპირებთ რომ გავანიავოთ რაღაც სახელმწიფო ქონება იქნება ადეკვატური წინააღმდეგები შემიძლია თქვა უკვე რომ რამოდენიმე ასეთ ობიექტზე არის ძალიან კონკრეტული წინააღმდეგები და ჩვენ რა თქმა უნდა ამ წინააღმდეგების შემხედრად ვიმოქმედებთ თუმცა ჩვენ ვაპირებთ რომ ყველა ეს ქონება რომელიც ჩამოთვლილი იქნა გავიტანოთ პრივატიზაციაზე და ეს იქნება ძალიან კარგი ნაბიჯი და ადეკვატური ნაბიჯი ამ სიტუაციაში. რაც შეეხება კომპანიების წილებს, რომლებზეც იყო ნათქვამი თქვენს წინა სიუჟეტში, მე რა თქმა უნდა მომხრე ვარ იმისი, რომ რაც შეიძლება მეტი კომპანია გასხვისდეს, ამაზეც ჩვენ ძალიან აქტიურად ვსჯელობთ და ამ მიმართულებითაც იქნება ნაბიჯები. ხომ არ იგეგმება სტრატეგიული ობიექტების გასწვება, მაგალითად როგორიც არის საქართველოს რკინიგზა. ერთ-ერთი მაგალითი. საქართველოს რკინიგზა მთავრობის ხელში წარმოადგენს სატრანსპორტო პოლიტიკის ინსტრუმენტს, ამიტომ ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა მივუდგეთ ამ საკითხს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მინორიტარული წილი არ გავასხვისოთ ამ კომპანიის და ჩემი პირადი აზრია, რომ კარგი იქნებოდა კოტირებისთვის ეს გარკვეული წილი მინორიტარული თუნდაც 25%-მდე იქნას პრივატიზებული, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ძალიან შერჩევითად უნდა მივუდგეთ აქ, რა თქმა უნდა, იმ ფლობელებს, შესაძლო ფლობელებს, რომლებიც შეიძლება გამოუჩნდნენ ამ და ჩვენი საუბრის ბოლოს ჩვენ ბიზნესმენები გველოდებიან, რომლებთან ერთადაც უნდა გავაგრძელოთ საუბარი ბიზნეს ასოციაციაში, სწორედ ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდით თქვენი ოპტიმიზმი და შემდეგ დაგემშვიდობებით. ამ შეხვედრიდან გამომდინარე. მე ნამდვილად მაქვს საკმაოდ ოპტიმისტური განწყობა. ჩვენ მომავალი 2 თვის განმავლობაში შევავსებთ აუცილებლად იმ სავალუტო დისბალანსს, რომელიც წარმოიშვა ექსპორტისა და სავალუტო გზავნილების კუთხით, ტურიზმის კუთხით ჩვენ გვაქვს ყველა საფუძველი ვივარაუდოთ, რომ იმ აქტიური კამპანიის შედეგად, რომელიც ჩვენ უკვე დავიწყეთ 9 ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნის მიმართულებით, ეს გამოიღებს კონკრეტულ შედეგებს უკვე უახლოეს დღეებში და რა თქმა უნდა ის უნისონი და ის ერთსულოვნება, რომელიც იგრძნობა სახელმწიფოს წარმომადგენლებს, ბიზნესის წარმომადგენლებს და ჩვენს მოქალაქეებს შორისაც გვაძლევს იმ ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ვივარაუდოთ, რომ სავალუტო კრიზისი დასასრულისკენ მიდის. თქვენი ოპტიმიზმი გასაგებია, თუმცა ბიზნესმენები რამდენად დარჩნენ ოპტიმისტური, თქვენ როგორი შთაბეჭდილება შეგექმნათ? ბიზნესი საკმაოდ ვიტყოდი, რომ გამოხატავს ფრთხილ ოპტიმიზმს, მაგრამ ჩვენ ვიგრძენით ძალიან დადებითი მუხტი და ძალიან კონსტრუქციული დამოკიდებულება მათი მხრიდან. დიდი მადლობა, რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს და ბუნებრივია დღის მთავარ თემაზე ჩვენ უკვე სტუდიის სტუმრებთან ერთად ვაგრძელებთ საუბარს. წამყვანი ბიზნესმენები